Салам ხალხო. დღეს მექნება ძალიან საინტერესო თემაზე საუბარი, რასაც ძალიან ბევრი თვალს ხუჭავს და ძალიან ბევრი უმნიშვნელოდ მიიჩნევს. მოკლედ, როგორ გავამარტივოთ ტრეიდინგი? მოდი ჯერ იმაზე ვისაუბრებ, თუ რა საჭიროა ტრეიდინგის გამარტივება. ბევრს შეიძლება ეს საკითხი, როცა მithumetes დამწყები ხარ მეტად უფრო კომპლექსურად მოგეჩვენოთ. და კომპლექსურიც არის თავიდან თქვენ გეუბნებით, რომ სწავლის პერიოდში ტრეიდინგის სწავლა მარტივი არ იქნება. როგორც ამ საქმის კეთება არ არის მარტივი, ისე სწავლა არ არის მარტივი. მაგრამ თქვენი ბოლო მიზანი მარკეტზე, აი საბოლოო მიზანი რაც უნდა იყოს, არის ის, რომ თქვენი ხედვა მარკეტზე ისე უნდა ჩამოიყალიბოთ ეს კონცეპტები, რასაც იცავთ, ისე უნდა შეუხამოთ ერთმანეთს, რომ ყველაფერი გაამარტივოთ. მე ეხა ამ ვიდეოში რაც მინდა რომ გაჩვენოთ, არის უბრალოდ აი როგორ შეიძლება მარტივი ხედვა ქონდეს ადამიანს მარკეტთან დაკავშირებით, ხო? აი რას დააკვირდეს, რას არ დააკვირდეს, მაგრამ ეს ძირითადად იქნება უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან მარკეტს როგორ უყურებ, რაც აღიქმება ჩემგან მარტივად რა. ეს იქნება სულ ჩემი აზრი, მაგრამ აქედან მინდა ის წაიღოთ, თუ გინდათ ისე შეხედეთ, როგორც მე ვუყურებ, მაგრამ მე გაუცილებელი არ არის და იმას რომ ტრეიდინგი ინდივიდუალური არის, ძალიან იშვიათია, რომ ორი ტრეიდერი სულად ერთნაირად უყურებდნენ მარკეტს, ერთნაირი ხედვა ჰქონდეთ რა. შეიძლება ერთგვარი ტრეიდში იყო, მაგრამ ერთნაირი ხედვა არ ჰქონდეთ. მაგრამ აქედან მინდა ის წაიღოთ, რომ რაც შეიძლება მეტად დაიწყოთ უკვე თქვენი ტრეიდინგ მოდელის, ანუ თქვენი ტრეიდინგის გამარტივება. პირველ რიგში, სანამ გამარტივებაზე გადავალთ, მე მინდა იცოდეთ, რომ როგორი უნდა იყოს თქვენი ტრეიდინგ მოდელი. თქვენი ტრეიდინგ მოდელი უნდა იყოს ისეთი, რომ კონდეს სისტემატიური ხასიათი. ეს სისტემა ისე უნდა შექმნათ, რომ შეიძლებოდეს მისი გამეორება. არა ყოველ დღე, მაგრამ კვირაში ეს რამოდენიმეჯერ მაინც უნდა ხდებოდეს და იმ რამოდენიმე გამეორებული მოძრაობიდან, რასაც თქვენი სისტემა ეთანხმება, ასე თუ ისე ბრჭყალებში, შეიძლება ინფლაცია არ იყოს ყველა, იქიდან ამოერჩიოთ საუკეთესო და ის ითრეიდოთ. ეხა, ეგ თუ გავიგეთ, მოდი ეხა შევხედოთ მარკეტზე ჯერ რა არის მნიშვნელოვანი სანამ ტრეიდს გავხსნით. მარკეტზე სანამ ტრეიდს გავხსნით, უმნიშვნელოვანესი არის მაღალ ტაიმფრეიმზე შეხედვა. ანუ თუ დაბალ ტაიმფრეიმზე ტრეიდობთ, ხო? ნებისმიერ ტაიმფრეიმზე აუცილებელი არის შედარებით დაბალი ტაიმფრეიმი. ამიტომაც ყოველთვის ვიწყებთ მაღალი ტაიმფრეიმით. მაღალ ტაიმფრეიმში ხა ითვლება იმაზე მაღალი ტაიმფრეიმი, ვიდრე ტრეიდობთ. მე ძირითადად ტრეიდებში შევდივარ, 5 წუთიანზე აღარ შევდივარ, მაგრამ დაბალ ტაიმფრეიმად მიიჩნევა 5-დან ქვემოთ ტაიმფრეიმი და ჩემთვის მაღალ ტაიმფრეიმად მიიჩნევა 5-დან ზემოთ ტაიმფრეიმი. მარცხნივ ზემოთ თუ დააკვირდებით, მაღალ ტაიმფრეიმად მარტო ეს ტაიმფრეიმები მაქვს. 15 წუთიანი, 1 საათიანი, 4 საათიანი დღიური, კვირეული და monthly ტაიმფრეიმი. ძალიან იშვიათ შემთხვევაში თუ შეხედავ monthly ტაიმფრეიმის, მარტო რავი თვის ბოლოს თუ შეხედავ და რაღაცას დავაკვირდები, რაღაცას მოვინიშნავ. მე ძირითადად სანამ მარკეტზე დავждები ხოლმე, მაქსიმუმ 10 წუთი დამჭირდეს ანალიზისთვის. ერთი ჩემი რჩევა იქნება ძალიან კარგი, რომ სანამ თქვენი სატრეიდო დრო არ მოვა, ანუ სანამ მარკეტზე დაждომის დრო არ მოვა, მანამდე მარკეტს არ შეხედოთ არანაირად. ანალიზისთვის ძალიან დიდი დრო არ არის საჭირო. თქვენ უბრალოდ წინარე მარკეტს უნდა გადახედოთ, რაც აქამდე მოხდა და იმ მომხდარიდან გამომდინარე მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით ფიქრობთ, რომ მარკეტი წავა. ეხლა დღიურზე რას ვუყურებ ხოლმე? დღიურზე უცებ შევხედავ, თუ ბულიშია თუ ბეარიშია მარკეტი, რა თქმა უნდა, order flow შევხედავ და შემდეგ უკვე დავაკვირდები, რავი. აღებული არის თუ არა წინადღის low, ან წინადღის high, რაც ჩემი ტარგეტი არის პოტენციურად, აი მაგალითად დღეს ძალიან კარგი ტარგეტი იქნება და ხალხისთვის წინადღის low და თუ რა თქმა უნდა ძალიან ბეარიშია ფასი, აი ეს swing low, რაც აქ გვაქვს, ხო? აი ამას თუ დავაკვირდები დღიურზე მარტო. და კიდე მოვინიშნავ რაიმე PDRS, აი როგორც ეს სფეროლოგები მაქვს მონიშნული, რომელიც იყო ჩემი აი მოძრაობის ტარგეტი, ხო? კიდე შემიძლია PDR მოვინიშნო რა, აი ეს ლონგი რომ მეტრეიდა, აგერ ეს order block-ი მოვინიშნა, ეს სფეროლოგები და მაგიდან bullish ფასებს დავლოდებოდი, ოღონდ ამას თუ დაბალი ტაიმფრეიმი დააკონფირმებდა. მოკლედ დღიურს ძირითადად ესე ვიყენებ. არაფერი სირთულე ამაში არ არის, არ უნდა გაართულოთ, თუ ეხა მე რასაც ვლაპარაკობ.
ეს გერთულება და ზოგი მეუნებით ხოლმე რომ იმენაზე ილაპარაკე როგორც ჩვენ გავიგებთო, ეგრე არ ხდება. თუ ეხლა რას ვლაპარაკობ, არ გესმით, მაშინ ძალიან ბევრი გაქვს ჯერ სასწავლი. მე გადავალ რავი 4 საათიანზე ან 1 საათიანზე და მოვინიშნავ აქაც ტარგეტებს, liquidity ტარგეტებს და მოვინიშნავ, premium discounts, აი მაგალითად დღეს რაც მოვინიშნავდი, ხო, მარკეტის order flow ამ daily flow-ებიდან შეიცვალა და გახდა bearish, ხო, მარკეტმა displacement დავიწყოთ bearish. ეხლა მოვინიშნავდი, რავი, ეხლა რო ტრეიდობდე. აი ამ lows targets თუ არა ვიღეთ, მაინც მოვინიშნავდი, კიდე დავუთარგეტებდი მაგას. მოვინიშნავდი, რავი, თვალით ხვდები უკვე premium discounts, ფასი ავიდო და პრემიუმში რა გვაქვს, აი ეს ფეროლოგები. ამას მოვინიშნავდი, დავალდებოდი ფასი აქ ავიდეს, ან თუ order flow, ანუ double time frame order flow, ან ჩემი დრო სატრეიდო დრო გამოლონგინებ და აქამდე მაგის ტრეიდი შემიძლია, ანუ გააჩნია ამაზე double time frame-ზე რა ხდება, თუ retracements ვიჭერ და თუ პირიქით უფრო მაღალობითობიანი ტრეიდი მინდა, ეს არის რო ავიდეს ფასი პრემიუმში და ვითრეიდო, ანუ ეს 1 საათიანი order flow ვითრეიდო. ძალიან ხშირად რა ძალიან ვაკვირდები ხოლმე 1 საათიანზე 15 წუთიანზე მარკეტის სტრუქტურას. მარკეტის სტრუქტურა, ანუ order flow bullish-ია თუ bearish-ია. ხა ეს order flow რა, იმ daily flow-ებიდან რაც მაქვს მონიშნული, ხო, მაღალი time frame-ი რაც არის. order flow დაიშიფტა. აქედან, ხო? order flow შეიცვალა, დავიწყოთ bearish მარკეტი, რაღაც target-ამდე ჩამოდის, ეგ target-ი იქნება, რავი, სავარაუდოდ დღიურზე, რაღაცა კვირეულზე, რაღაც target-ი იქნება. ეხლა არ გადავალ მანდ, მაგრამ სანამ მანდ მივა, ხო, მარკეტი. ჩვენ უბრალოდ ამას მივყვებით. გადავიდეთ ეხლა 15 წუთიანზე რას დავინახავ? ფასი ავიდა 1 საათიან გეპში. მერე ფასმა გააკეთა ამ გეპიდან 5 წუთიანზე გადავხედავდი უფრო 1 საათიანიდან, მაგრამ 15 წუთიანზე გვაქვს აქ ისეთი რაღაცა, ისი დაკვირვება შეიძლება. აი მაგალითად ეს order block-ი რაც ახლა მე აქ ვხედავ. აი ეს order block-ი. ფას აი აქ 13 საათზე PM-ზე retracement რო ექნებოდა, აი ამ ნაწილას მე უკვე short-ის მაძიებელი ვიქნებოდი. მაძიებელი, ანუ short-ის წევრი გავხდებოდი. და ეს იქნებოდა მაღალობითობიანი short-ი მარკეტზე, აი ამ low-ებამდე ეს. ნახეთ აქ როგორი liquidity გვაქვს low resistance liquidity. 15 წუთიანზე ამასაც ძალიან ხშირად ვაკვირდები, როგორი liquidity გვაქვს, high resistance liquidity გვაქვს, თუ low resistance liquidity. ეხლა რაც უნდა გქონდეს არის low resistance liquidity რანი. იმ 1 საათიან გეპიდან მე უფრო მიყვარს 5 წუთიანზე გადასვლა. time frame alignment-საც ვაკვირდები, ანუ ეგრაც არის მაღალი time frame-იდან, რომელ time frame-ზე გადადიხარო მარკეტზე რეაქცია ნახო, ანუ 1 საათიანიდან ეხლა მე 15 წუთიანზე, ბევრად უფრო მირჩევნია გადავიდე 5 წუთიანზე და იმ 1 საათიანი ადგილიდან 5 წუთიანი PDR-ი მოვზევნო. როგორც არის რა, აი შეხედეთ, ეს მოძრაობა ავიდა, buy-side liquidity, თუ order block-ი ტრეიდებ, შეგვიძლია order block-ს გამოგიყენებინა, მაგრამ ბევრად უფრო მაღალობითობიანი არის, ზოგადად იცოდეთ, რომ displacement-ი თუ არ არის მარკეტზე, თქვენი ტრეიდის დაბალობითობიანი არის. ამ 1 საათიან გეპიდან რა გვაქვს? ავიდა ფასი, buy-side liquidity აიღო, safe high კეთდება, displacement-ი გვაქვს ქვემოთ, კეთდება order block-ი, კეთდება ferrol gap-ი, აქ შედიხარ რავი ტრეიდში, უკვე აქედანვე შეიძლება ტრეიდ შეხვიდე, stop loss დააყენო. ამ high-ზე, ყველა safe იქნება რა თქმა უნდა, ამ high-ზე რო დააყენო, მაგრამ არ არის ჩემთვის ეგ საჭირო და გაშორტო აი ამ low-მდე. და გზად ამ low-ზე, ან აი ამ equal low-ებზე და ამ ferrol gap-ზე partially შეგვიძლია აგიხო. მოკლედ ეს არის ერთი ხედვა მარკეტზე როგორც უნდა გქონდეთ, მინდა ამ ვიდეოდან წაიღოთ, რომ მარკეტ შეხედოთ მარტივად, არ გაართულოთ არაფერი, მაგრამ თუ იმ ფაზაში ხართ, რომ ეხლა თქვენ მარკეტი ძალიან გერევათ, გამოსილება ძალიან დიდი მაქვს უკვე წელნახევარია მოსწავლეები მყავს და ვასწავლი და უკვე ხვდები ყველა თითქმის ერთნაირად იწყებს და ვინც წარმატებას აღწევს, ყველა თითქმის ერთნაირად აღწევს, ერთნაირი მიზეზებით აღწევენ წარმატებას, ვინც უყურეთ წინა ვიდეოებს, რაც მოსწავლეების ინტერვიუები იყო, ყველა დაინახავდით მაგას, რომ თითქმის ერთნაირი მიზეზები აქვს, რაც წარმატებამდე მიიყვანათ ტრეიდინგში. ხო და მოკლედ თუ ეხლა თქვენ გერთულებათ ყველაფერი არის ჩოლოდ ნორმალური. უბრალოდ თქვენ თავს იმის საშუალება მიეცით, რომ ეგ შეცდომები დაუშვათ, მაგ შეცდომებზე იმუშაოთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაამარტივოთ თქვენი ტრეიდინგ ხედვა მარკეტზე. დღეისთვის სულ ეს იყო. ბევრი ვიდეოს გადაღებას ვაპირებ YouTube-ზე, ამიტომაც
ვიდეოების უნდა დაალაიქოთ, ბევრი კომენტარი უნდა დაწეროთ, რომ ბევრმა ნახოს. და კიდე ხო, მოკლედ, ძალიან კარგი და საინტერესო ვიდეოებს გვერდებით YouTube-ზე აქტიურობას ვაპირებ ქართული კომუნიტისთვის. აქამდე ქართულ კომუნიტისთვის ესეთი ვიდეოები არ გადამიღია, მარტო უცხოურ არხზე მქონდა wealthy AI-ზე ვიდეოები, მაგრამ აქაც ვაპირებ მსგავსი და ბევრად უფრო უკეთესი ვიდეოების გადაღებას სიმართლე გითხრათ. და აქვე დავამატებ, რომ mentorship-ზე რეგისტრაცია გახსნილია, ბოლოში ვიტყვი უბრალოდ, ვისაც ტრეიდინგის სწავლა გინდათ ჩვენთან და ჩემგან გინდათ ცოდნის მიღება და გინდათ რომ ზემედი თავის ტკივილები აირიდოთ და დროის კარგვა, შეგიძლიათ მომართოთ შემოხვიდეთ Discord-ში, რომლის ლინკიც არის აღწერაში. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.